მონათობსა ყოვლისა სოფლისასა, იერაპოლის მღვდელთ მთავარსა, სასაულთ მოქმედსა, სენთა და ეშმაკთა წარმმდევნელსა, დიდსა ამბერგის, ყოველნი შევასხმიდეთ. ამინ. დღეს ახალი სტილით 4 ნოემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს და მოიხსენიებს წმინდა მოციქულთასწორ ამბერგი საკვირველთ მოქმედს, იერაპოლელ ეპისკოპოსს, 7 ეფესელ ყრმას, მაქსიმილიანეს, იამბლიხოს, მარტინიანეს, დიონისეს, ანტონინეს, კონსტანტინეს და იოანეს. წმინდა მოწამეებს ალექსანდრე ეპისკოპოსს, ირაკლი მხედარს და 4 დედას, ანას, ელისაბედს, თეოდოტიას და გლიკერიას. წმინდა მოციქულთა სწორი ამბერგი მეორე საუკუნეში მოღვაწეობდა იერაპოლში, რომელიც თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული. ერთხელ წმინდანის წინაშე ანგელოზი წარდგა და უბრძანა წარმართთა საკრებულოში მდგარი კერპები შეემუსრა. საღვთო შური და ხსილი ეპისკოპოსი ასეც მოიქცა. ეს კერპმსახურებმა შეიტყვეს და მღვდელმთავრის შესაპყრობად რაზმი შეკრიბეს. კეთილის მყოფელებმა ურჩიეს უფლის რჩეულ სადმე დამალულიყო. მაგრამ ქრისტესთვის მარტვილობის სურვილით ანთებული, ქალაქის მოედანზე გავიდა და საჯაროდ ამხილა წარმართთა ცრუ სარწმუნოება. უჯულოები კიდევ უფრო გააფრთდნენ. ამ დროს ბრბოში მდგარმა 3 ეშმაკეულმა ჭაბუკმა საზარელი ღრია ლემორტო. ხალხი დაფრთხა. წყემსთავარმა კი ლოცვით განდევნა ბოროტის სულები ხმაწვილებისაგან. ამ სასწაულის მხილველმა უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. მათ ერთობით ადიდეს უფელი და სინანული დახსილნი ამბერგის წინაშე მუხლებზე დაემხნენ. გვიან ღამემდე ქადაგებდა ნეტარი და მოუწოდებდა ხალხს ნათლისღებისათვის მომზადებულიყვნენ. ერთხელ დიდი განსაცდელი დაატყდა თავს იერაპოლს. გაჩნდა ეპიდემია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს. წმინდა ამბერგიმ გულმხურვალედ შესთხოვა უფალს შეეწყალებინა მისი სამწყსო. ღვთისგანგებულებით მიწიდან თბილმა და ეპიდემიის მაკურნებელმა წყარომა მოხეთქა. იხილეს რა ეს სასწაული მთელი იერაპოლი ქრისტეს სამწყსოს შეუერთდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მღვდელმთავარს მოუწოდეს რომში, სადაც იმპერატორ მარკუს ავრელიუსის მომაკვდავი ასული განკურნა. მადლიერმა მმართველმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და წმინდა ამბერგის თხოვნით გლახაკი იერაპოლელებისთვის ყოველწლიურად ხორბალი გაიღო. წმინდა მღვდელმთავარი იერაპოლის გარდა ქადაგებდა სირიაში, კილიკიაში, მესოპოტამიაში. მან უამრავი ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე. ასეთი დაუცხრომელი ღვაწლისთვის ნეტარს მოციქულთა სწორი უწოდეს. წმინდა მამა მრავალი წლის მანძილზე იცავდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან. იგი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.